ჟურნალისტები რო სასიკვდილოდ გაიმეტეს, მაგალითად, პოლიციას რო ხედავ მე, უნდა უსაფრთხოდ ვიგრძნო თავი, რომ ვიღაცამ რომ მომადგეს და რაღაცა სტატუს რომ მომპაროს, დამაზიანოს, ვიცი რომ პოლიცია უნდა იყოს, იქ არის დამისვას, უსაფრთხოდ უნდა ვიგრძნო თავი, მაგრამ არა. პირიქით უფრო შეშინებულად გრძობს ქართული ხალხი პოლიციას რო ხედავს. ეხლა რაც მოხდა 28 ნოემბრიდან შემდეგი ერთ კვირას ეს სასტიკი დარბევები. ერთი ეგეთი დარბევა რო ყოფილიყო, სადაც ჟურნალისტი ინგლისში, სადაც ჟურნალისტი სასიკვდილოდ გაიმეტეს, ეს ხო დაახლოებით დილის 2 საათზე მოხდა ეს რო სასიკვდილოდ გაიმეტეს. დილის 7 საათისთვის უკვე გადამდგარი იქნებოდა მთელი მთავრობა და ვადამდელი არჩევნები იქნებოდა დანიშნული ისე წარმოუდგენელი. თანაც ეს პოლიციელები არც დაისაჯენ. ეხლა მე მესმის რომ ეხლა საფრანგეთში ხდება სასტიკი დარბევები, ევროპაში, ამერიკაში, მაგრამ ვინც ძალას გადაამეტებს ის ისჯება და ვიღაც ამაზე პასუხს აგებს და აქ არავინ არ აგებს პასუხს პირიქით. რას აბრალებს ქართული ოცნება? გლობალური ომის პარტია და დიპსტეიტი. ანუ ყველაფერი ცუდი რაც ხდება, თავრობის ბრალი კი არ არის ხალხს რო უჭირს, ხალხს რო შეა და გადასახადს ვერ იხდის და ჯანდაც არ არა, ეს დიპსტეიტის ბრალია ყველაფერი. მოდი მაშინ ყველაფერს დავაბრალოთ, რომ დიპსტეიტს დავაბრალოთ, რომ აი მე რომ მაგალითად რაღაც გამოსაჟ ცუდი ქულა ავიღეს, დიპსტეიტის ბრალია. ან მაგალითად რაღაცა ვერ გავაკეთე კონკურსზე, მაგრამ დიპსტეიტის ბრალია. ეს არის ეს მენტალიტეტი საქართველოში. გასაქცევი კარი. ფსიქოლოგიაში ამას ეძახიან, რომ ყველა ადამიანს აქვს გასაქცევი კარი, რაც ჟარგონულად თქვა, რაც შეტენოს საკუთარი ცოდვები და დანაშაულებები. აი, ვიზა ლიბერალიზაციის შემთხვევაშიც.